საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ლიტერატურული კონკურსის გალას დაჯილდოვება გაიმართა კონკურსში 2011-2012 წლის სექტემბრამდე დაწერილი კინოსცენარები და გამოცემული წიგნების ავტორები მონაწილეობდნენ. წარმოდგენილი 32 ნომინანტიდან გალას კომპეტენტურმა ჟიურიმ 7 საუკეთესო გამოავლინა. პრემიის მიზანი ლიტერატორებისა და სცენარისტების სახალისებაა. გამარჯვებულ ნომინანტებს 5,000 ლართან ერთად ბრინჯაოს ხანის კოლხური ხელცუხის მცირე ზომის ასლებიც გადაეცათ. საღამოს გალას იდეის ავტორი საკრებულოს თავმჯდომარე ზალ სამადაშვილი უძღვებოდა. ლიტერატურულ კონკურსს მუსიკალურად თბილისის მერის საკონცერტო ორკესტრი აფორმებდა. საიუბილეო საღამო მუზეუმის ეზოში ღია ცვის ქვეშ ჩატარდა. ამაზე მეტად დემოკრატიული და ამაზე მეტად კონკურენტული კონკურსი საქართველოში. ზოგადად კონკურენცია ყოველთვის კაია. მაშინაც განსაკუთრებით მაშინ როცა ის არის სამართლიანი და განსაკუთრებით მაშინ როცა ის არის საინტერესო. ამიტომ გალა არის ამის ყველაფრის ერთად კარგი ნიმუში. ეს არის ხალხი, ვინც შექმნის ქართულ პროზას, ქართულ პოეზიას, ქართული კინოს დრამატურგიას და ეს ყველაფერი ბუნებრივია. ვერ განვითარდება თუ არ იქნება აი სწორედ ასეთი ღონისძიებები წარმოჩენილი, წახალისებული, დახმარებული. გავიმარჯვე სამაგიდო წიგნის ნომინაციაში. ასე რომ ყველას მაგიდაზე უნდა გქონდეს ჩემი წიგნი. მადლობა საკრებულოს, რომ ასეთი შესანიშნავი პრემია აქვს. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კი